დღეს გავიგებთ, რამდენი ხანი სჭირდება ღვინოს მომზადებისთვის აჭარაში. დღეს ვართ ავალიანების ღვინის სახლში და მოდით მიშა მოგვიყვება ამ ღვინის ისტორიას. ქარხანაში უკვე მეორე წელი აყენდება ყურძენი და ტრადიცია მოიცავს როგორც პაპიდან გადმოგვეცა ჩვენ. ძირითადად ვამზადებთ ადგილობრივი ჯიშიდან, ჩხავერიდან და ცოლიკაურიდან. ალუმინის რეზერვუარები იმისთვის რომ ღვინო დავადუღოთ, ასევე შევინახოთ, ხოლო რაც შეეხება მუხისკაცრებში ჩვენ უნდა ჩავასხათ ღვინო დასავარგებლად. ასევე ვაწარმოებთ ჩვენ არახსაც, ყემლისაგან და ჭანჭურისაგან. რესტორანთან არის გაშენებული ვაზი, ჩხავერი, რომლისგანაც ვიღებთ ყურძენს ყოველწლიურად. რესტორანში ვინც მოვა, აქვს საშუალება რომ დააგემოვნოს ჩვენი 12-ვე ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო. მიშა, აბა მოგივყევი, რამდენი ხანი უნდა იმისთვის რომ დამწიფდეთ ეს ყურძენი და მე უკვე გადაიქცეს იმ გემრიელ ღვინოთ. როდესაც ჩვენ ჩავწურავთ ადგილობრივ ჯიშს, მაგალითად ან ცოლიკაურს ან ჩხავერს, 15-დან 20 დღემდე საჭიროებს მის დადუღებასა და შემდეგ სხვადასხვა რეზერვუარებში გადატანას. ყოველწლიურად ჩვენი ქარხანა იღებს 50 ტონამდე ადგილობრივი ჯიშის ყურძენს, რომელიც იწურება ყოველ წელს. მოგვიყევით, რა არის ღვინის ნორმა, ტემპერატურის ნორმა? ამჟამად 14 გრადუსია ეს რეზერვუარი გაციებული. ანუ ამ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს, რომ არც გაფუჭდეს. აქვს ჩვენ რეზერვუარი, რომელიც არის ღვინის დადუღებისათვის, ასევე ღვინის შესანახად. აქვს თავისი გაგრილების სისტემა და მორების სისტემა, რომელიც ღვინოს ადუღებსა და ასევე წურავს შესაბამისი კომპიუტერის საშუალებით. შეგვიძლია ჩვენ დავაპროგრამოთ ტემპერატურა და დარევის სიხშირე. ამხელა ღვინის ცისტერნები რომ შემხდებოდა აჭარაში, მართლა არ მეგონა.